ჩვენ უნდა გვავიწყდება, რომ ბიძინა ივანიშვილი, ისევე როგორც ფარცხალაძე რომანოვისა, ამერიკის შეერთებულ შტატებს დასანქცირებული ყავს საქართველოს დემოკრატიისა და სუვერენიტეტის ძირხამუთხელი საქმიანობისთვის რუსეთის სასარგებლოდ. ჩემი აზრით, თვითონმა ჩვენთანგანაც კარგად უნდა გავითავისოთ, გავისიგრძეგანოთ და ყოველ დღე, როდესაც ავდგებით, პირს დავიბანთ და დღეს ვიწყებთ, სწორედ აი ამ შეგნებით უნდა დავიწყოთ, რომ საქართველო ოკუპირებული, ხელში ჩაგდებული ყავს და მაფიოზური წესებით მართავს ადამიანს, რომელიც საერთაშორისო საზოგადოების მიერ, უпростоრეთ ამერიკის შეერთებული შტატების მიერ მხილებული არის ამ ქვეყნის ძირგამოთხელ საქმიანობაში და ჯაშუშობაში. ამით აქედან უნდა გამოვიდეთ და ეს უნდა იყოს ამოსავალი წერტილი და შემდეგ ბევრი რამე გასაგები ხდება, ბევრი რამე ესე ვთქვათ ნაკლებ აღშფოთებას იწვევს, მაგრამ მეტ ესე ვთქვათ მოქმედებისკენ გიბიძგებს. აი ზუსტად მოქმედება მოსაზრებია. ეს არის ახსნა იმისა, თუ აი დღეს თქვენ ჩამოთვალეთ განსაკუთრებული ესე ვთქვათ ბრუტალობით გამორჩეული დღე იყო, დღეს არავინ არ დაურბევიათ ესეთ ფორმით, მაგრამ მიიღეს კანონები, რომელიც პრაქტიკულად შეუძლებელს გახდის არა მარტო მედიის ოპერირებას და ფუნქციონირებას თავისუფალი მედიის, არამედ ინტერნეტის შემზღუდავი, ანუ რომ მოინდომოს ადამიანმა და ჟურნალისტმა და თქვათ პოდკასტი გააკეთო, ან ამ სიუჟეტი გააკეთო, ანუ გამომწერი ყავს, რა ვიცი 10,000 ადამიანი Facebook-ზე დაწერა შენი მოსაზრება, ხო? აი ამის შეზღუდვაზეც ვსაუბრობთ. ამის პარალელურად ჩვენ ვხედავთ, რომ ყველა ის ფონდი, რომელიც ადამიანებს ეხმარებოდა აი ამ უბედურ დღეში, ან დაჭერილ სინდისის პატიმრებს, ან დაჯარიმებულ ადამიანებს, ან ნაცემ ადამიანებს, რა ვიცი, ნაგვემდა გაუბედურო ამ რეჟიმისგან გაუბედურებულ ადამიანებს ეხმარებოდა ერთი ხელის მოსმით და როგორც აღმოჩნდა იმისი აი ეს პირდაპირ ღია წითური რუსი რო არის ვატო შაქარაშვილის მოთხოვნით. ანუ ეს კაცი არის ჩვეულებრივი დანოსჩიკი, აი 37 წელს აი ესეთი ხალხი იყო, ვინც პირდაპირ წერდა დასახურეტიმებს და დანოსები, რასაც ერქვა, ხო? და ესეთი დანოსჩიკების ქვეყანა გახდა, ესეთი დანოსჩიკები არიან მთელი ხელისუფლება, თავის ბიძინა ივანიშვილიანად, იმიტომ რომ რაც იციან, აბა ხა კგბ-ს და ისე მე არ ვიგონებ, ხო? ეს ხა ამიტომ არის, ჩვენ სულ გავიწყდება, ბევრი რაღაცა ხდება. ჩვენ გვიზის აქ რუსის ჯაშუში. ამას ამბობს ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტი. მეორე მისი ქვეჯაშუში იცვლის გვარს, ხდება როგორც ყველა ლუმპენი რუსეთში, ვინც გაძვრება დაირქვავს და რა ვიცი, ბეზრუკოვი მაინც დაერქვა რაღაც რომანოვიო. პირდაპირ რომანოვი დაერქვა. კი ბატონო, ყავდეთ აი ეს რაღაცა უმსგავსო რომანოვი რუსებს, ფერიფერსა მოუხდებათ მათ, მაგრამ ნუ სისტემაზე ვლაპარაკობთ რა. ამიტომ ეს უნდა გვახსოვდეს. და მესამე აბსოლუტური გაუგონარი სამარცხვინო და საშინელი ამაზრზენი სამართლებრივად დაუსაბუთებელი მორალურად ყველა პარამეტრით აბსოლუტურად გაუგონარი და განაჩენი, რომელიც სააკაშვილის წინააღმდეგ დააყენეს 12.5 წელიწადი მიუსაჯეს ადამიანს საქართველოს ყოფილ პრეზიდენტს ამ ქვეყნის სახელმწიფოებრიობის ხშირად ქილიკებენ ხოლმე. ქვეყანას საქართველოს ჩვენ ვარსებობთ 3000 წელი, მაგრამ სახელმწიფოებრიობის და ხას უსვამთ ივანიშვილი შეიძლება ამ ქვეყნის მტერი არ არის, იმიტომ რომ ქართული გვარი აქვს მას, მაგრამ ის ცალსახად არის ამ ქვეყნის სახელმწიფოებრიობის ნომერ პირველი მტერი. ისევე როგორც სააკაშვილი არის ამ ქვეყნის სახელმწიფოებრიობის ერთ-ერთი მთავარი ფუძემდებელი იმ გუნდთან ერთად, რომელიც ქმნიდა სახელმწიფო ინსტიტუტებს და აფუძნებდა აქ სახელმწიფოს, იმიტომ რომ შევახსენებთ საზოგადოებას 2003 წელს საერთაშორისო მსოფლიო ბანკის შეფასებით საქართველო ითვლებოდა failed state, ანუ არ შემდგარ სახელმწიფოდ. ჩვენ არ შემდგარი სახელმწიფოდან შევქმნით სახელმწიფო, რომელიც არათუ რუკაზე იყო, არამედ ითვლებოდა დემოკრატიის შუქურად. და დღესაც მინდა
საზოგადოებას უთხრა, როდესაც ეს უგვანი ხელისუფლება გვაზეიმებს იმას, რომ ვინმე უგვანი მაკა ბოჭორიშვილი შეხვდა ელჩს და ხელი ჩამოართოს, თუ ხელი ჩამოართოს თუ არა ის არ ვიცით, იმიტომ რომ ძალიან სტატიური სურათები ვნახეთ იქ არაფრის მთქმელი, ხო? აი ამას გვაზეიმებენ. ქვეყანას, რომელიც რამდენიმე წლის წინ ვიყავით შუქურა დემოკრატიის, ქვეყანას, სადაც ჩამოდიოდნენ ყველა დიდი წარმატებული მძლავრი სახელმწიფოების პირველი პირები, ქვეყანა, რომელიც სპოტლაიტში იყო, ყველა ესე ვთქვათ, იმაში რეპრეზენტაცია. მის ინტერესში არ შედის პირიქით. და ამიტომ მისთვის ეს არის ქვეყანა და არა სახელმწიფო. ყველაფერთან საკუთარ უკანა ეზოთ აქციებს და აქცია კიდეც. უბრალოდ სამყაროში ამოგლეჯილად ვერ იარსებებ ივანიშვილის სურვილი, რომ იყოს უკანა ეზო და უკანა თავისი ბოსტანი გაიკეთოს საქართველოსთან და აქ რაც უნდა ისაკეთოს, თავდება იმით, იმიტომ რომ საქართველოს ვერ იარსებებ ესე მარტო. მაშინ ბარდები რუსეთს. და იმის უკანა ეზო ხდები. აი ესეც კიდე რაღაცა ფრთას ქოცებისას ჩვენ არც ისა ვართ, არც ჩვენ არც ის გვინდა პუტინის დედავატირე რაღაცები წაიბრიქებიან ხოლმე რაღაცა. ასეთი უტვინობა შეუძლებელია საქართველოს არ არის. ვინმეს მაგის ჯეროდეს. ალბათ პროპაგანდისტვის სჭირდება ნაწილს მაინც. ადამიანის, როდესაც გადაწყვეტილი აქვს თავის თავი დაირეგვენოს და დიდი ხანი აი გეგმაზომიერად აი ამას ესე ვთქვათ ჩალიჩობს ის მიაღწევს იმას რომ ის გახდება რეგვენი და ასეთები ვინც არ იყვნენ რეგვენები ქართულ ოცნებაში თავის დარეგვენების აი ამ წლიური კასკადის შედეგად იტალო რეგვენებად ჩამოყალიბდნენ და ეს და ფაქტიურად თავის ნახეთ მივიდნენ აქამდე ხო ყველაფერი სცადეს CMS-ეს ხალხი დაემუქრნენ ჯერ ტელეფონებზე ურეკეს ასაკოვან მშობლებს დახვდნენ CMS სადარბაზოებთან დაიჭირეს აფურთხეს დააკავეს ციხეში წყავთ პოლიტპატივრები ამ დრომდე პირველი პოლიტპატიმარი ქალი ყავთ ჟურნალისტი მზია ამაღლობელი ახლა აგერ პირდაპირ ფონდებს მიაგნენ და აკრძალეს ხო ფაქტობრივად მიუხედავად ამის აღწევენ თუ არა ის მიზეზი თქვენ მაგალითად რამდენიმე ჯარიმა გაქვთ არიხდით როგორც ვიცი ხო აი სისტემა რამდენად მიაღწევს ყველას ვერ დაიჭერს არის ასეთი ფრაზა და სხვა შორის ივანიშვილის თქვენ გემახსოვრებათ მისის ცნობილი ინტერვიუ როცა წინა ხელისუფლებას ეუბნება რომ ვინმე კეთილის მრჩეველი არ ყავთო მოусმინეთო მას ყველას ვერ დაიჭერთო და ყველას ვერც ის ვერ დაიჭერს რამდენად აღწევს ის მიზანს მესმის რომ ეს ხანგრძლივი ბრძოლა ინტერვიუში საინტერესო რაღაცას ამბობს რომ პატრონი არ აყავთო რატო ამტრევენო კედელს ხო ვერ დაამტრევენ ანუ ანუ ეს იყო კომენტარი მორიგი რაღაც დაპირისპირება ქუჩაში და ახალგაზრდები იყვნენ გამოსულები ეს შემდგომ ინტერვიუზე ამბობთ იმეთისთვის მიცემოთ მე ვამბობ ძველ ინტერვიუზე ძალიან ნიშანდობლივი რაღაცა იმიტომ რომ ამ ადამიანს არ ესმის რატომ შეიძლება ამტრევენ და კედელს თავგანწირვა იმიტომ რომ ამ ადამიანს ეს ხო სოციოპატი ამას არ საკუთარი შვილი არ უყვარს საქმეზე რომ მიდგება იმასაც გაყიდეს ეს არის აბსოლუტურად სტერილურად ცივი ადამიანი რომელიც ცივსისხლიანად მზად არის ყველაფერი საკუთარი თავის გაწევს საკუთარი თავის გარდა მაგ ადამიანის არაფერი არ არსებობს ის და მისი ერთ-ერთი იანუსი მისი ქონება მისი ფული მეტი არაფერი არ არსებობს დანარჩენი ყველაფერი მისთვის არის წარმავალი და მეორე ხარისხოვანი საკუთარი ოჯახის წევრების ჩათვლითაც კი ასეთ ადამიანთან ვლაპარაკობთ ამიტომ არის რთული იომო იმას და შეაგნებინო ადამიანს მას არ ესმის თავგანწირვის მაგრამ ესმის ბრუტალობის და ძალადობის აქედან გამომდინარე ჩვენ უნდა ვიმოქმედოთ ის სადაც მისი ზონა არ არის კი შეიძლება აბსტრაქტულად ჟღერდეს თავგანწირვა ეგ არის თავგანწირვა არის ის ასაც აკეთებენ ადამიანები რომლებიც ციხეში არიან თავგანწირვა არის როდესაც ანახებს შენ რეჟიმს რომ მიუხედავად ყველაფრისა იმისა რაც თქვენ ჩამოთვალეთ არ გეშინია და მიდიხარ წირავ თავს თავგანწირვა არის მათ შორის ისიც რაც გააკეთა სააკაშვილმა როდესაც დაბრუნდა ხო ესეც გაუხსნელია მისთვის აბსოლუტურად აუხსნელია ბიძინა ივანიშვილისთვის ესეთი ქმედა აუხსნელია რატო ეწირება რაჟჯის ადამიანს რა ვიცი ანდრო ჭიჭინაძეს რომელიც ციხეშია რაძის იმ ახალგაზრდა ადამიანებს რომელსაც აღარ ჩამოთვლი სახელებს რომლებიც ერთს არც კვნესიან ხო და იმაში არ შეუძლია არ ესმის და ჩვენ უნდა ვაკეთოთ ის რაც არ ესმის მას და არა ის რაც მას ესმის იმიტომ რომ თუ ჩვენ შევყევით მის თამაში ის მოიგებს მაგრამ არის თანაგრძნობა რომელიც მისთვის უცხოა ანუ ის იქნება ცივსისხლიანი ჩვენ მეტი თანაგრძნობა უნდა გამოვავლინოთ
გავხსოვეთ. და ეს ჩვენ გვეხება, ხო? თანაგზნობას საჭიროებს არა მარტო პატიმრები, თანაგზნობას საჭიროებს ყველა ვინც არის დაჩაგრული. ჩვენ თუ უნდა გვახსოვდეს, რომ იქით ვებრძვით ზომბებს, ზომბირებულა და ისინი ზომბები არიან, ადამიანებიც არ არის. ჩვენ ვართ ადამიანები. და ადამიანები განსხვავდებით ერთმანეთისგან. გვიყვარს, ძულს, ვიღაცებს ვექიშპებით, ვიღაცები არ მოგწონს, ვიღაცას არ მოწონხარ, ეს არის ადამიანური თვისებები. იქ ეს თვისებები არ არსებობს, იქ არსებობს ზომბი და ზომს არ აქვს მართველი, მართავს, მას არ აქვს ემოცია, არ აქვს ემპათია, არ აქვს თანაგზნობის უნარი, არ აქვს თავგანწირვის უნარი. აი ეს არის განსხვავება. ანუ ყველა ის, რითაც თანამედროვე კი არა, ნორმალური საზოგადოება უნდა ამაყობდეს, არის ეს თვისებები, რომლებიც იქით არ არის. ეს თვისებები ადვილი მისაღწევი არ არის, თავგანწირვა სხვას რო უთხრა ძალიან რთულია. შენ უნდა მიცე ძალისხმევის მაგალითი თვითონ უნდა იყო. მიმის რა ქვია, თანაგრძნობა და სოლიდარობა სხვას კი არ უნდა ასწავლო, შენ უნდა დაიწყო ამით. მაგრამ ეს არის ის ინსტრუმენტები, რომელიც ჩვენ გვაგანსხვავებს და გაგვამარჯვებინებს იმაზე, იმ ძალადობაზე, იმ ბრუტალობაზე, იმ ცივსისხლიან, ფარისევლურ, აი ესეთ რო თვალებში რო გიყვრა ის მოსამართლე დღეს რო კითხულობდა განჩს, აი თვალებში ეტყობოდა რა, აი გადაწყვიტა რომ გამონაკლისი გამოეყენებინა ბოლო წლებში და შეეკრიბა სააკაშვილის სასჯელი. ივანიშვილმა ეს ქვეყანა აქცია სიძულვილით სავსე ქვეყნა და ჩვენი და ეს არის ქვეყანა სადაც სიძულვოს გაცილებით უფრო ფართო კარებს უღებენ და სოლიდარობას აყადაღებენ, ხო? ამიტომ ყველაფერი ის რაც მათთვის უცხოა, ის უნდა იყოს ჩვენი ბრძოლის იარაღი, სოლიდარობად კი ბატონო, არის ეს იარაღები აქეთ ხარეს ცალსახად არის. როდესაც საუბრობთ, ეგრე არ არის ისა სოფო. არ არის, იმიტომ რომ მაგალითად ჯერჯერობით იგივე თუ სააკაშვილს დაუბრუნდები, პოლიტიკური ოპოზიცია ვერ ჩამოყალიბდა. ხო, აი ერთობაზე საუბრობდით კოორდინაციაზე. ჩვენ არც მე რა თქმა უნდა, გინდა კოორდინაცია დავარქვათ, თუ ერთობა არ არის და კოორდინაცია შესაძლებელი, კოორდინაცია ერთობის უფრო თქვათ დაბალი ხარისხისა. ყველაფერი მოსულა რაც მარტივ ურთიერთ გაგებამდე მიგვიყვანს იმისი რომ ისინი არიან ზომბები და ჩვენ ადამიანები. მაგრამ იგივე სააკაშვილს დაუბრუნდეთ, ხო? მუდმივად აი არის განხეთქილების ვაშლი, არ ილაპარაკო. როდეში მომითხოვე, რატო არ უნდა ვილაპარაკო? პოლიტპატიმარი არ არის? ვინ ითხოვს ამას არ ილაპარაკო? პოლიტიკურ სპექტრშია ეს მოთხოვნა? თქვენ ხედავთ, თუ გადახედავთ, ხო? მუდმივად ის არის. ანუ სააკაშვილი ტაბუდადებული თემაა? არა, ტაბუდადებული თემა ვერასდროს ვერ იქნება. ვისთვისაც ტაბუდადებული თემაა, ტაბუ იმას დაედება. იცი რატო? იმიტომ რომ ის მაშინ არის, ის არის ზომბისგან ნაკბენი. ზომბი რო გიკმენ, ზომბად იქცევი. განხეთქილების გამომწვევია პოლიტიკურ სპექტრში და ამიტომ? არა. ვისაც კომპლექსები აწუხებს, ის ქოცებისას თამაშობს ჯერ. და კომპლექსების აწუხებს, იმიტომ რომ არის ერთი უტყუარი ჭეშმარიტება. პოლიტპატიმარი თუ არის და არის ის ჩვენ თანადგომას საჭიროებს, იმსახურებს და ჩვენ ვიქნებით ბოლო ვიგინდარები თუ ამ თანადგომაზე ადამიანს ვეტყვით უარს. წერტილი. ასე არის საერთაშორისო სამართლის მიხედვით, ასე ადამიანური მორალის მიხედვით, ასეა ქრისტიანული მორალის მიხედვით, რომ 99 სხვას მიატოვებ და ერთი საძებნელად მიდის, იმიტომ რომ ის ერთი გადაარჩინოს. ეს არის ქრისტიანობა, ეს არის ევროპული ღირებულებები და არა, მოდი ახლა იქ მივმალოთ, ეს არ მაწყობს, ის მე ჩემი კონკურენტია, ის არა. თორემ ამიტომ ემპათიაზე ვლაპარაკობ. ჩვენ თუ ვერ გავასიგზეგანეთ, რომ ყველა უნდა დავიცვათ, ვისაც რეჟიმი ჩაგრავს. განსაკუთრებით ის უნდა დავიცვა, ვინც მე არ მომწონს. განსაკუთრებით ის უნდა დავიცვა, ვინც მე არ მომწონს, თუ გვინდა რომ ეს ბრძოლა წარმატებული იყოს. ამიტომ როდესაც მე არ ვლაპარაკობ რაღაცა თანადგომა, სოლიდარობა, რაღაცა ლამაზ სიტყვებზე. მე ვლაპარაკობ ძალიან კონკრეტულ რაღაცეებზე. ბრძოლაში თუ მივდივართ, უნდა ვიცოდე, სიყვარულს არავინ არავის არ თხოვს. აქ არ საუბრობთ იმაზე და არც იმაზე არ საუბრობთ. მინიმუმ პოლიტპატიმართან დაკავშირებით. ეს ერთი შემთხვევა, ასეთი შემთხვევები არის ის საკმაოდ ბევრი და ამიტომ ისე ვიმეორებ. ბევრი? სააკაშვილი გამიგია განსხვავებელი. ყოველდღე და არა, ბევრი რა, ფაქტი არის, რომ დღეს ყველაზე მეტად საზოგადოების მხრიდან პოლიტიკური აქტორების და პარტიების მიმართ მოთხოვნა არის იყავით ერთად. ოღონ ერთად ყოფნა ყველას თავთავისად ესმის. უყურეთ როგორი რაღაცა არის. თქვენ როგორ გესმით? მე როგორ მესმის? აი ერთისი. არც ერთისია პანაცია რამის და გამოსავალი, არც ცალცალკესია. საერთოდ რეჟიმი მათ შორის ხშირად იმიტომ გვიგებს ხოლმე,
რომ ის არის მოქნილი და შენ იქცევი როგორც ტლანქი. შენ შეიძლება მთელი დღეები და კვირეები გაატარო ერთიან სიაზე ან იმაზე და ჩვენ გვახსოვს წინასაარჩევნოთ იმის მაგივრად რომ პოლიტიკური ოპოზიციის სხვადასხვა პარტია ესაუბრებოდა იმის მაგივრად რომ თქვათ მათ შორის პროგრამაზე ელაპარაკა უთკიცებდნენ ცალ-ცალკე ყოფნა და ცალ-ცალკე ყოფნა როგორი დაკვეთა არის ამომრჩევლის როგორ უნდა რომ ყველა პარტია ცალ-ცალკე იყოს თუ ადამიანები თუმე კვდებიან იმით რომ პარტიული იდენტობები დაინახონ აი ამ ზღაპრებსაც ვაჭრებდით ხოლმე ჩვენს ამომრჩევლებს და მოქნილობა რაში მდგომარეობს იცით მოქნილობა იმაში მდგომარეობს სიტუაციის მიხედვით არის ანუ თუ არჩევნებს ატარებს ბიძინა ივანიშვილი და ქართული ოცნება თუნდაც ცოტათი შესუსტებული მე ეს არარეალისტურად მეჩვენება იმიტომ მაგაზეც მივალ მაგრამ თუ ატარებს ბიძინა ივანიშვილი ანუ თუ იქით არის მონსტრი ავტორიტარული ხელისუფლება რა თქმა უნდა მაშინ ალტერნატივა არ ექნება ერთიან სიას თუ ვერ მივახცევთ გაუცვლელთ ადამიანებს იმედს და დავიღუპებით ჩვენ და დავუყოთ ქვეყანას მაგრამ თუ ის ატარებს თუ ეგ სიტუაცია არ არის თუ ეგ სიტუაცია არ არის ხო და არის თავისუფალი კონკურენტული გარემო ივანიშვილი ჩაბარდა წარსულს როგორც ჩარშანდელი თოვლი და ქვეყანა რაღაც გამოიხედა რაღაც ევროპულ საზზე მიდის რა თქმა უნდა ეს ერთი ანუ თუ და მივედით თავარ საკითხზე დღეს ჩვენ ვითხოვთ ახალ არჩევნებს და ვითხოვთ ბიძინა ივანიშვილისგან ანუ როდესაც ბიძინა ივანიშვილი თხოვთ ახალ არჩევნებს მას ვეუბნებით რომ მოდი ბიძინა შენც მიიღე მონაწილეობა არჩევნებში ეს ზღაპარია თავს ვიტყუებთ არასდროს მოითხოვოთ ბიძინამ არ მიიღოს მონაწილეობა საქართველოს ივანიშვილის გარეშე უკრაინა იანუკოვიჩის გარეშე რუმინეთი ჩაუშესკუს გარეშე არაფერი დაემხობა ეს და თუ იქნება ჩაატარებს ისეთ ავტორიტარულ არჩევნებს რომელიც საქართველოს ისტორიას არ ახსოვს იმიტომ რომ ყოველი არჩევნები რომელსაც ეს რეჟიმი ჩაატარებს იქნება უარესი და რაღაც მომენტში და ეს მომენტი შეიძლება უკვე დამდგარიც არის მათ შორის გამომდინარე იმ კანონებიდანაც უკვე მიღებულია იმიტომ რომ ეს კანონები ხო ჩართული მუხლუხა ეს მისი ესე თქვათ მახვილი ისა ჭრელი ბასრის ჯერ ხო არ შეხებია მედიას არ შეხებია ჯერ NGO-ს არ შეხებია პარტიას არ შეხებია მოქალაქეს ხო ანუ უნდა გვესმოდეს რომ ყოველი მომდევნო დღე და ყოველი მომდევნო არჩევნები ისევე როგორც ხვალინდელი საქართველოს და ზეგინდელი საქართველოს ბიძინა ივანიშვილის პირობებში არ იქნება თუნდაც 2016 წლის საქართველოს როდესაც უკვე ბიძინა ივანიშვილი ეს არის პოლიტიკურ სპექტრში ერთ-ერთი სამსჯელო თემა აი არა მოთხოვნა ახალი არჩევნების არამედ მოთხოვნა ივანიშვილის გარეშე საქართველოს ამაზე არ არის თანხმობა არ არის თანხმობა რა დისკუსია თუ არის ამას მე ვფიქრობ საერთოდ დისკუსია უნდა იყოს საჯარო და ეხლა ჩვენ ამაზე ვსაუბრობთ და ეს საჯაროა როგორ არის ამაზე დისკუსია ფორმატებს გულისხმობ მაგალითად პრეზიდენტთან რომ იკრიბებით არ ვიცი მე სიმართლე გითხრა ხა ბევრ კრიტიკულ მას ვხედავ სალომე ზურაბიშვილის მიმართ მიუხედავად იმისა რომ ძალიან კრიტიკული დამოკიდებულება აქვს მათ შორის დღევანდელი გადმოსახედიდან ხო ნახეთ რომ აბსოლუტურად ამაზე თინამ ისაუბრა და მე აღარ შევყვები ამ საკითხს ისტორიამ განსაჯოს და მე წარმოდგენილი მაქვს ისა და ღმერთმა დაიფაროს კარგად მინდა რომ დასრულდეს ეს იმიტომ რომ ქვეყნისთვის არ არის მნიშვნელობა ბევრი ადამიანი დარჩება შერცხვენილი და არჩება იმიტომ რომ ისტორია იცვლება და ჩვენ გვახსოვს ბევრი ისეთი ადამიანი რომელიც გულყრა ქონდა ზვიად გამსახურდიაზე დღეს დაგასწრებს სადღეგრძელოს მისხმას არც მაშინ ქონდა იმის ფასი და არც ახლა აქვს მათ სადღეგრძელოს ფასი მაგრამ ბევრი ადამიანი შერცხვენილი დარჩება მაგრამ გადავდით ამას მაგრამ საგრძელებდით კი ბატონო მაგრამ მე უფრო მინდა რომ ის დღევანდელი მისი როლი დაინახოთ კი ბატონო ქმედით იყო მე ამ როლს ჯერ ვერ ვხედავ გამოკვეთილად თუ ის კოორდინაცია რას გულისხმობს კოორდინაციას მე ვერ ვხედავ ხა თუ იქ ხუთი პარტია მე 6 პარტია ქუჩაში რო არის დარჩენილი რა პრინციპით არის აღებული ან უნდა აღვეღო ის 4 პარტია ან სხვა პარტიებს ატოვებუნებით ვარ ანუ ბევრი პასუხგაუცემელი შეკითხვაა მე
როცა ვლაპარაკოთ მოთხოვნაზე, ხო? და მოდი ამას დაუბრუნდეთ, ხო? არჩევნების მოთხოვნა უყურე, თითქოს ხო არაფერი განსხვავება არ არის, ხო? არ არის დიდი სხვაობა. მაგრამ რა ნარატივსაც დააყენებ, ეს ნარატივი გამოხატავს შენი ანუ ინდივიდის განწყობას, ისევე როგორც საზოგადოების განწყობას. დამერწმუნები ალბათ ვითხოვ ახალ არჩევნებს და საქართველოს ივანიშვილის გარეშე ეს ორი ერთმანეთისაგან ენერგეტიკულად აბსოლუტურად განსხვავებული მოთხოვნა. საქართველოს ივანიშვილის გარეშე ნიშნავს იმას, რომ ჩვენ ვუყურებთ ამ რეჟიმს როგორც ჩაოლებრია, რა ვიცი, როგორც ვიშის თავრობა კოლაბორაციას დანიშნავს აღარ თხოვთ ივანიშვილს. ეს არის ხოლმე ადრესატი ვინ არის? ამაშია საქმე. ადრესატი არ ჭირდება. ახალი არჩევნები ვიღაცამ უნდა დანიშნოს. როდესაც 2003-ში როცა ვამბობდით საქართველოს შევანაძის გარეშე, ადრესატ ეს მეათე ხარისხოვანია და სიმართლე გითხრა არასერიოზული ლაპარაკია, აბა ვინ დანიშნავს? დამნიშნავიც გამოჩნდება. ეხა არაფერი ეს გამოჩნდა. საქართველოს თუ არ გვინდა, მაშინ ავიღოთ კი დატონო უკრაინაში ვერ დანიშნეს არჩევნები, დანიშნეს. თუ სხვაგან ვერ დანიშნეს არჩევნები. ამიტომ საუბრობთ იმაზე, ამ დეტალებზე ნუ შევათ. არსებითად უნდა გავაცნობიეროთ. როდესაც ვამბობ მე რომ ვითხოვ ახალ არჩევნებს, ხო? ეს არის ვითხოვ ახალ არჩევნებს და გავაგრძელეთ ჩემი ცხოვრება. მაგრამ საქართველოს ივანიშვილის და რუსული ხუნტის გარეშე ნიშნავს იმას, რომ მე უკომპრომისო ვარ ჩემ მოთხოვნაში და იმასაც აღარ უტოვებ სივცებს. მე იმას იმიტომ კი არ უტოვებ სივცებს, რომ იმის განადგურება მინდა და მიხარია. არა, უბრალოდ ვიცი, რომ ის არის კოლაბორაციონისტი მთავრობა. ის მან ყველა წითელი ხაზი გადალახა. ის შეუძლებელია, რომ ატარებდეს არჩევნებს და ვინც ამას იტყვის, რომ შესაძლებელია და მე გავაკონტროლებთ, ან სასარგებლო იდიოტია, ან შეკრული, ან უბრალოდ მატყუარა. იმიტომ რომ შეუძლებელია იმ გამოცდილებით, რა გამოცდილებაც მივიღეთ ცემატყებით, უბედურებით. შეუძლებელია ამ კანონებით. თქვენ რა გინდათ ვინმეს აქ იმის ილუზია რომ მე მით უმეტეს რაღაცა მერის არჩევნებში რომ ფიქრობენ ამ კანონებით სადაც ტელევიზორში სუნთქვის უფლება გაქვს წართმეული. სადაც ეხლა მე რო სიტყვა რევოლუცია ვახსენო შეიძლება თქვენ დაგხურონ, ხო? სადაც ინტერნეტს რო დააჭერ და იდიოტივით უნდა აჭირო, იმიტომ რომ აღარ გახსნის, იმიტომ რომ ვიღაცა ჩათალახი ბექაური ზის სადღაც და გადაგიჭერს იმას და ინტერნეტში იმას გიზამს. სადაც მე რა ვიცი, ჩვეულებრივ პოდკასტსაც კი, რომელსაც შეიძლება სულ 5 კაცი უყურებს, იქაც კი ჩაგიძრებიან და გაგიკონტროლებენ. ასეთ პირობებში, სადაც მთლიანად მძევლად არის აყვანილი მთელი სახელმწიფო ბიუროკრატია, სადაც ერთმა ადამიანმა თუ ხმა ამოიღო საჯარო მოხელემ გამოყარეს ეგერ მერიიდან ადამიანები, რომლებიც 20 წელი მუშაობდნენ. ჩემამდე მუშაობდნენ ადამიანები და ჩემც მერეც მუშაობდნენ. ის ადამიანები არც მე არ მიმიყვანია და არც მე არ გამიშვია. აი ამაზე საუბრობ ასეთ პირობებში. როდესაც იმაში რა ქვია, დაფინანსების ერთი იოტის ოდენა ის არ არის, აღარც სამოქალაქო საზოგადოებას, აღარც მედიას, აღარც ოპოზიციას და მაშინ როდესაც ქონია ასკადებად ქართულ ოცნებას, ხო? ასეთ პირობებში როგორ ჩაატარებ კონკურენტულ თავისუფალ არჩევნებს? და იმ პირობებში, როდესაც სუსი და ისინი იმას ამიტომ დემონტაჟი რას ნიშნავს? არა, უნდა დაინგრეს. მე არ მექნება როგორ სუხშერთ მე აბა როგორ ავიცი მე იანუკოვიჩი სხვანაირად გადავარდა და იმისი კადაფი სხვანაირად გადავარდა და ჩაუშესკუ სხვანაირად გადავარდა და ისტორიულად ბევრი მაგალითად სხვათა შორის ყველაზე მეტად მოულოდნელი იქნება ეს. თუ რამე იქნება მოულოდნელი, ხო? აი ისეთმა რამემ შეიძლება ამოაყირაოს, რომელსაც ვერც წარმოვიდგენთ. ეს გასაგებია, ეს პოლიტიკური პროცესებს გააჩნია, შეიძლება რაღაც მოხდეს. ჩვენი ამოცანა იყოს მუდმივად მათ მიწაფექვეში ეწოდეს და თუ შენ მუდმივად ბურთს აგორავებ, გოლს გაიტან. ეხლა ჩვენი პრობლემა ის არის, რომ ჩვენ პოსტა ვაგორავებთ ბურთს, მაგრამ გამწვავებაზე ვერ მივდივართ. მაგრამ ამასაც თავის დრო აქვს, ხა თავის ის ვინც დიდი ხანი ბურთს ხლობს, აუცილებლად გამწვავებს და გაიტანს. ივანიშვილზე ზეწოლის მექანიზმი გარდა იმ პროტესტისა, რომ კი კარში გოლი უნდა უმიზნოს საზოგადოებამ, ეს გასაგებია. ქვეყნის შიგნით პროტესტი იცით რა მარტივი გამოსაცნობი არ არის ეს ხალხი რაზე და როდის შეგდება და როდის გამოდის ქუჩაში და როდის რჩება სახლში, მაგრამ არ აქვს ამ პროტესტსაც განვითარების ეტაპები, ისევე როგორც 2003-ის მაგალითი გაიხსენეთ თქვენ და ალბათ ვერ შევარდნაძე იფიქრებდა თავის დროზე, რომ ეს პროცესები ასე დასრულდებოდა. ივანიშვილსაც საკუთარი გარემოცვიდან მიტანილი ინფორმაციის ტყვეობაშია, როგორც ყველა ასეთი ავტორიტარი ლიდერი დიდი ალბათობით. შესაბამისად, არის თუ არა მასზე ზეწოლის მექანიზმი
მექანიზმი ქვეყნის შიგნით მომხდარი პროცესების გარდა ქვეყნის გარედან მასზე ზეწოლის შენარჩუნება. ეს არის დამხმარე ფაქტორი ამ პროცესში თუ არიან სკეპტიკურები ამის მიმართ ნაწილი პოლიტიკური არა, ეს ერთი რა ვიცი უნდა მოაქციოს სენდვიჩში და სენდვიჩს აქვს ორი ქვედაპური და ზედაპური და დაატყლებებ ერთმანეთზე. ესე არის გარე და შიდა ფაქტორები. გარე ფაქტორები რა თქმა უნდა მნიშვნელოვანია, უმნიშვნელოვანესია მით უმეტეს იმ პირობებში, როდესაც ჩვენ ხედავთ ძალიან შეცვლილ ამოყირავებულ საერთაშორისო კონიუნქტურას და გარემოს, მაგრამ ჩვენ ხო მოგდი ესე ვთქვათ, ჩვენ ხა ჩვენი სამრეკლოდან შევხედოთ ამას ყველაფერს, ჩვენი სამრეკლოდან ჩვენი ამოცანები არ შეცვლილა, საქართველოს სტრატეგიული ინტერესი და ამოცანა ისტორიული ამოცანა და ისტორიული ქართული ოცნება ამ მაიმუნების მოყვანა კი არ იყო, ისტორიული ქართული ოცნება არის ევროპულ ოჯახში დაბრუნება, რომელსაც ეს მამონა გადაეფარა და იმას ახლა ყველაფერს აკეთებს, რომ საბოტაჟი გაუკეთოს. ამიტომ ამ თვალსაზრისით ჩვენი სტრატეგიული ამოცანები არ შეცვლილა, მეტიც ეხლა იბადება ახალი ევროპული იდენტობა. ჩვეულებრივ პორტუგალიას აი იმ ცისფერი ვარსკვლავებიანი დროშისთვის არ უბრძოლია, არც ფრანკს უბრძოლია, არც გერმანელს უბრძოლია და არც შვედს უბრძოლია. სხვათაშორის ყველაზე მეტად ჩვენ გვაქვს ნაბრძოლი ამისთვის. ამიტომ დღეს იბადება ევროპული იდენტობა. ევროპული იდენტობა იბადება მათ შორის რუსეთთან წინააღმდეგობაში, როგორც მისი მთავარი მტერთან, იმიტომ რომ იდენტობაში არსებობს პოზიტიური მდგენელი და ევროპის ნაწილში ეს არის მისი ცხოვრების წესი, მისი ღირებულებები და მითის მართვის ფორმა, ეს არის ადამიანის უფლებებზე და თავისუფლებაზე და ლიბერალურ დემოკრატიაზე დაფუძნებული სოციალური საზოგადოება და აქეთ არის მეორე, ასე ვთქვათ, ნეგატიური იდენტობა ვისთან ბრძოლაში. ჩვენი დღევანდელი იდენტობაც, როგორც თანამედროვე დღევანდელი ევროპის, რომელიც ახლა იბადება, სწორედ რუსეთთან დაპირისპირდება. ჩვენ პირველ ეს მომენტი განსაკუთრებულად გვაქვს. ჩვენ ახლა სხვა ტესტი გვაქვს ჩასაბარებელი ანტირუსობის არა, ჩვენ რო ევროპელები ვართ, მაგ ტესტი გვაქვს, რომ ჩვენ ამ ღირებულებების, ამ ცხოვრების წესის და ამ თავისუფლების და ურთიერთპატივისცემის ჩვენი ცხოვრების წესია. ამ ტესტს ვაბარებ. მაგრამ ფაქტია, რომ ეს ეხლა იბადება და მეორე პროცესი არის რუსეთის გარშემო ჩვენ ვაკვირდებით იმ ბრუტალური ომის გამო, რომელიც პუტინმა დაიწყო უკრაინაში, ერთგვარი არქიპელაგია დუღილის, ხო? ჩვენ ხედავთ დუღილს საქართველოში, სხვადასხვა ალგორითმით ხდება. ჩვენ ხედავთ დუღილს საასომხეთში, იგივე ხდება, რა ვიცი, უნგრეთი, სლოვაკეთი, რუმინეთი, ანუ ყველგან რუსეთის გარშემო, სერბეთი, ანუ ეს არის ის ადგილები, სადაც ესე ვთქვათ, ცეცხლი იწვის და იმპერია ებრძვის თავისუფალი საზოგადოების ნაწილი. ამიტომ ეს რომ ვთქვათ, რომ ერთ დღეში და ორ დღეში შეიძლება დაასრულდეს ერთ დღეში და ორ დღეში, იმიტომ რომ ადგილზე დიქტატორი თავისი იმეებით იკვებება, თავისი რესურსებით, მაგრამ ვინაიდან ეს ერთიანი დიდი ბრძოლის ნაწილია, ეს იქით ამ ხარესაც ესმის. ისინი ერთმანეთს ყვებავენ, დღეს ორმანი და ივანიშვილი ერთმანეთს ყვებავს და ეს ორი ყვებავს ფიცოს და ეს სამი მერე შემდეგ ყვებავს ამ სამს ყვებავს შემდეგ მაგრამ ყველგან მრავალრიცხოვანი აქციებია, მოქალაქეები იმღვიძებენ. ეს მეორე ის არის, ამიტომ საერთაშორისო განზომილება ის არის ძალიან მნიშვნელოვანი და რაც მთავარია ჩვენთვის არის ეს მთავარი, ისე დაუბრუნდები ამას. სხვა შემთხვევაში, აი ვთქვათ ეს წაკინკლავება რო არ ყოფილიყო იგივე ამერიკას და ევროპას შორის, ასე სწრაფად ფუშინგი არ მოხდებოდა აი ამ ახალი ევროპული იდენტობის ჩამოყალიბების. ეს ჩვენთვის შესაძლებელია, იმიტომ რომ ჩვენ ამ იდენტობის ნაწილია და ამ იდენტობისთვის ვიბრძვით. ამიტომ ამ თვალსაზრისით არც ფრანგია ჩვენზე წინ, არც ესპანელი, ჩვენ ყველანი ეხლა ვკვეთავთ ახალ ევროპას და ეს ევროპა იქნება, რა ვიცი, თბილისიდან ამარტო, ერევნიდან დაწყებული და დამთავრებული ლისაბონამდე. ამ თვალსაზრისით ჩვენი ძმები და მეგობრები, სომხები ჩვენთან ერთად იქნებიან, ესეც ახალი პარადიგმა. სამეული აღარ არის ისეთი ფორმით, როგორიც იყო, მაგრამ ჩვენ ეს ორი ქვეყანა ერთად გავიკვლევთ გზას და ძალიან მამიმედებელი არის ის, რომ ამ დიდ საქმეში, ესე თქვა, თურქეთიც შევიდა, იმიტომ რომ ჩვენთვის მთავარი წინაღობა
ევროპისკენ იყო ის რომ სახმელეთო საზღვარი არ ქონდა. ამიტომ ყველაფერი საჩვენოდ ვაგდება, იმედია, დიდი მადლობა გიგი უგულოვას. საჩვენოდ ვაგდება, ბევრი რამე შანსი საჩვენოდ იხსნება. ვაგდება, შანსები იხსნება, ამიტომ ჩვენზე იქნება დამოკიდებული აი ამ ფანჯარაში თუ აი ამ სარკმელში, როგორ გადავხტებით და არ გავეჭხირებით მოუსავლეთში.